დილამშვიდობისა რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობა სპორტულ მიმოხილვას კახა გელაშვილთან ერთად შემოგთავაზებთ დილამშვიდობისა კახა. დილამშვიდობისა ზაზა მოგესალმები რადიო მსმენელს და გუშინდელი გუშინ ვივარაუდეთ და იმედი დავეტოვეთ რომ ევროპის ჩემპიონები ვართ. სასიხარული ინფორმაციით დავიწყებთ და ასეც არის პრინციპში. სასიხარული ინფორმაციით ვიწყებთ. ცალსახად, იმიტომ რომ საერთაშორისო არენაზე წყვილში მით უმეტეს ევროპის ჩემპიონობა სპორტის ამ სახეობაში ჩვენთვის პირველია. და ძალიან მიხარია რომ ბოლო პერიოდში იგივე ზამთრის სახეობებში რომელიც არ იყო ჩვენთვის დამახასიათებელი ჩვენ საფრთხილი ქვეყანა ვარ ზამთრის სახეობები ბუნებრივი არ არის იმდენად პოპულარული თუმცა ყავდნენ ჩვენ მაღალი დონის სპორტსმენები იგივე ტრამპლინიდან ხტომაში კობასაკაძე ვისაუბრეთ კი ფიგურულ სიგურაობაში თუმცა ეს ბოლო წლებია ფიგურული სიგურაობის ფედერაციის ესეთი მართლაც ძალიან მაღალი დონის ძალისხმევით და კი აი ეს უკვე სერიოზული წარმატებაა ანასტასია მეტელკინა ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები არიან თავისუფალ სიგურაობაში გუშინ მათ კვლავ პირველი ადგილი დაიკავეს ისევე როგორც წინა ორი დღით ადრე მოკლე პროგრამაში და საბოლოოდ დამსახურებულად გახდნენ ევროპის ჩემპიონები. აქვე ვთქვათ რომ 2024 წელს 2 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე სხვილი მეორე ადგილზე გავიდა ვერცხლის медаლი დაიუფლა შარშან ბრინჯაოს медаლი იყო მათი ნადავლი და წელს უკვე ევროპის ჩემპიონატის ოქროს медаლი ანუ სრულად შეავსეს ბერულავამ და მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ადგილები 3 წელიწადში 3 медаლი და დამაგვირგვინებელი. შესანიშნავი შედეგებია. ბრწყინვალე რა თქმა უნდა გუშინ თავისუფალ პროგრამაში მათ 139.8 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილზე გასულ წყვილს მთელი 10 ქულით ჩამოიტოვეს ეს იყო რაღაც საოცარი გამოსვლა საერთო ჯამში 215.76 მიასედი ქულა ევროპის ჩემპიონი წყვილის მაჩვენებელი მეორე ადგილზე გავიდა გერმანული წყვილი მინევრა ხასეს და ნიკიტა ვოლოდინის შემადგენლობით 203 ქულა ანუ 8 ქულაზე დაახლოებით 8 ქულამდე ჩამორჩნენ ვერცხლის медаლოსნები და მესამე ადგილი უნგრელი აქაც რუსი მოციგურავე ფიგურირებს რუსი მოციგურავეები უნდა ითქვას მარია პავლოვა და ალექსეი სვიაჩენკო ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიხეირა იმით რომ რუსეთს და ასევე ბელორუსებს ვთქვათ დისკვალიფიკაცია აქვს და მათი სპორტსმენები იძულებულები არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეობა მიიღონ სადონბერი ამით რა თქმა უნდა ხა იქ ისეთი სკოლა კი რა თქმა უნდა ნაცარ უნდა ვთქვათ ზამთრის სახეობებში კი სანამ გადავალთ ჩვენს კიდევ ერთ სავარაუდო ევროპის ჩემპიონზე ვთქვათ რომ დღეს შეფილდში სადაც მიმდინარეობს ეს ევროპის ჩემპიონატი ყინულზე ცეკვებში ქართული წყვილი დაიწყებს საქართველოს ნაკრების სახელით მოსპარეზე წყვილი დაიწყებს გამოსვლას დიანა დევისი და გლებ სმოლკინი 16 საათსა და 40 წუთზე იწყება გამოსვლა ამ დისციპლინაში 22 საათიდან კი უკვე ქალთა ერთეულთა თანრიგში ევროპის ექს-ჩემპიონი საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გავა რომელმაც მე-11 ადგილი დაიკავა მოკლე პროგრამაში და გუშინ ვისაუბრეთ რომ თეორიულზე აი ძალიან დაბალი შანსი აქვს რომ სამეულში მოიპოვოს ადგილი მესამე ადგილოსანს 8 ქულით ჩამორჩება გუბანოვა და გაუჭირდება მას რა თქმა უნდა იმ მიხსევის გამეორება რაც წინა წლებში ჰქონდა. რაც შეეხება დიდი შედეგები აქვს მაინც და კი რა თქმა უნდა ამის საპირწონედ აგერ ნიკას ეგაძეს აქვს სერიოზული შანსი იმიტომ რომ მანაც მოკლე პროგრამაში ისევე პირველი ადგილი აიღო როგორც უკვე ჩემპიონატის ცეულმა ამ წყვილმა ხო კი ანასტასიამ და ლუკამ გუშინ ნიკამ თითქმის შეცდომოდ შეასრულა ნომერი ანსამბლ მგზავრების კი ვალსის მუსიკის თანხლებით 91.28 მიასედი ქულა უმაღლესი შეფასება თუმცა კი ეს უნდა ითქვას რომ ეს არ არის ნიკას ვთქვათ რეკორდი ესეთ დიდ ტურნირებზე იგივე შარშან ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთში მან 95.67 მიასედი ქულა აჩვენა თუმცა 29 მონაწილეს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მაინც არის ეს შედეგი გუშინდელი
ასე რომ ორნახევარი ქულით უსრებს ეგაძე უახლოეს მდევარს ესტონეთის წარმომადგენელი. ესტონელი ძმები არიან მისი მთავარი კონკურენტები ამ შემთხვევაში. კი ბატონო. ალექსანდრ სალევკო და მისი ძმა მიხაილ სალევკო. ასე რომ ეგაძე 29 მონაწილეს შორის თავისუფალ პროგრამაში უკვე ბოლო იასპარეზებს როგორც ლიდერი. ასე რომ 17 იანვარს უბრალოდ დღეს დაიწყება უკვე 11 საათიდან თავისუფალი სიგურაობა წყვილებში წყობს წარმომადგენელი როგორც უკვე ვთქვით უბრალოდ წყვილებზე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე და კიდევ ერთი წარმომადგენელი ყავს მე-11 პოზიციიდან დაიწყებს გუბანოვა გამოსვლა ასე რომ ეგაძის ოქროს მედალს გულშემატკივრობთ იმიტომ რომ ამის რეალური შესაძლებლობა არის გავსი გზა უკვე გაიარა ამ წყვილმა და გაიმარჯვა კიდევაც. მოკლედ კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, გილოცავთ საქართველოს თავის დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონი გახდა წყვილთა შორის. და ეს მედალი, ეს ისტორიული გამარჯვება ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს. აი სულ რომ მეტი არაფერი გააკეთონ ამ ადამიანებმა და არ გააგრძელონ სპორტული კარიერა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოლიმპიადაზეც გვაქვს მოლოდინი, მათ თავისი პოზიცია, ადგილი ქართული სპორტის ისტორიაში, კონკრეტულად სიგურაობაში სამუდამოდ დაიმკვიდრეს, იმიტომ რომ პირველები არიან. რა თქმა უნდა. მით უმეტეს ახლა აღნიშნოთ ის რომ ეს ევროპის ჩემპიონატი ერთგვარად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინა გენერალური რეპეტიცია, ოლიმპიადა მაინც ოლიმპიადაა, თებერვალში იწყება. ხო და ეს ჩვენი წარმომადგენლები არა მარტო მოციგურავეები, სხვა სახეობებშიც მოთხილამურეები იქნებიან, სლალომისტები, ასევე საკმაოდ სერიოზული მონაწილეები გვეყოლება, სერიოზული გუნდი იტალიაში, მილანსა და კორტინა და ამბეცოში გაიმართება როგორც ვიცით ოლიმპიური თამაშები და ეს რა თქმა უნდა წინა საოლიმპიადო ესეთი სერიოზული ტურნირი ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სიგურაობაში რა თქმა უნდა დადებითი განწყობით დაწყებაში დაეხმარება არა მარტო მოციგურავეებს ზოგადად ქართველ ოლიმპიელებს და მოკლედ წინგველის ოლიმპიადა ზამთრის ოლიმპიური თამაშები თებერვალში იწყება როგორც უკვე აღნიშნეთ დასაწყისში და რა თქმა უნდა წარმატებები ჩვენს ზამთრის სახეობებში მოასპარეზზე ყველა სპორტსმენს აუცილებლად წარმატებები ახლა გადავიდეთ ზამთრის სახეობიდან წლის 4-ვე სეზონზე აქტიურ სახეობაზე რასაც ფეხბურთი ქვია და შემდეგ ალბათ რაგბით უნდა დავასრულოთ მადრიდის რეალისგან განსხვავებით ესპანეთის თასზე მსვლელობას კვლავ აგრძელებს ბარსელონა და 1-1 ფინალში იგი რასინგ შეხვდა და ეს მატჩი ჩვენთვის იყო საინტერესო, იმიტომ რომ იქ ახლად გადასულ გუგაშაშვილს მიეცა პირველივე წუთებიდან თამაშის საშუალება, მართალია ირჯებოდა და ვერც მან და ვერც მისმა თანაგუნდელებმა კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს ბარსელონამ 2-0 მოიგო ლამინ იამალის გოლი გარდამტეხი აღმოჩნდა ამ შემთხვევაში მაგრამ დებიუტი შედგა ადასარ გუნდთან დაპირისპირებაში და ეს დასაწყისია კი გამეორდები შენს სიტყვებს გავემეორებ რეალიზან განსხვავებით ბარსა მოიგო თუმცა ჩვენთვის როგორც შენ აღნიშნე მთავარი ქართველი გულშემატკივრისთვის ახლა ბარსელონას გულშემატკივრისთვის ორმაგი დატვირთვა ჰქონდა რა თქმა უნდა პირველი ის რომ გიორგი გულიაშვილი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა ბარსას წინააღმდეგ 2-3 დღის წინ გადავიდა ბიჭი სტანას რასინგში და უკვე ეგრევე ბარსელონას წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში რა თქმა უნდა მწვრთნელო შტაბის მხრიდან ხოსე ალბერტო ლოპესის მთავარი მწვრთნელის მხრიდან საკმაოდ დიდი ნდობა და დაფასება ამ ასეთ მატჩში მით უმეტეს ამ გუნდს ჰქონდა და ყველა ვიცოდით წინა დღეს ალბასეტემ აუთსაიდერ ერთ-ერთმა აუთსაიდერმა გამომაგდო რეალი და რატომაც არა შეიძლება ფიქრობდნენ რომ მოტივატორი იქნებოდა კი თუმცა ბარსამ მეტნაკლებად ძირითადი შემადგენლობა ითამაშა იგივე რაფინია ჩაერთო შემდეგ მატჩის მეორე როდესაც ნახეს რომ 1-0-ზე ჭირდა უკვე თამაში სწორედ რაფინიას გადაცემით გაიტანა ფერან ტორესი ისეთია რა პირველ გუნდშიც არის და მეორეში კი ფერან ტორესი ლამინ იამალი გოლების ავტორები კი ასე რომ რა თქმა უნდა სასტარტო შემადგენლობაში
კანტაბრიული გუნდის რიგებში რასინგი არ არის რა თქმა უნდა ეხლა ესპანური ფეხბურთის ელიტა თუმცა წლების მანძილზე გამოდიოდა ისტორია და დონეა ისტორია აქვს რა თქმა უნდა არაერთი საშუალო კლასში ნამდვილად კი და ამ გუნდის შემადგენლობაში რა თქმა უნდა ჯერ წინ არის ყველაფერი საკმაოდ აქტიური იყო გუნდა ითქვას გუშინ გულიაშვილი ბევრს მოძრაობდა მონდომებული იყო ძალიან მოკლედ რა და ჯერ კიდევ სჭირდება დრო თანაგუნდებთან შეთამაშებლად იყო რამდენიმე ეპიზოდი როცა შეფასებებში გიორგი გულიაშვილს ჰქონდა 6-3 საერთოდ დაბალი შეფასება მიიღო მთელმა გუნდმა რასინგში 7 არცეც არ ქონია მაგრამ ფოტოშორის კი ირჯებოდა გულიაშვილის პასიც იყო სადაც თავი შეეძლო მის თანაგუნდას გოლი გაეტანა და გიორგი მე მგონია რომ წვრთნელს ეს თამამი გადაწყვეტილება ასე ვთქვათ რამდენიმე ეპიზოდი იყო ორი ეპიზოდი იყო როდესაც კარგ პოზიციაში იყო მაგრამ არ მიაწოდეს პასე არ გადააწოდეს ჯერ როგორც აღნიშნე ხო აიც ახალი ადაპტაცია ჭირდება თანაგუნდელებთან შეთამაშება ის რომ სადებიუტო მატჩი თან ბარსელონასთან ქართველი გულიაშვილი თამაშობს პირველივე წუთებიდან მე-13 წუთამდე როგორც წესი ხდება ხოლმე პირიქით მოკლედ მეორე ნახევარში შედიან სტადიონზე რომ რაღაც გარემო შეეჩვიონ და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს გიორგი გულიაშვილს წარმატებები უნდა უსურვოს წარმატებები რა თქმა უნდა და ვისურვოთ რომ ეს ტრამპლინი იქნება სანტანდერის რასინგი და იგივე ბარსელონას და თქვა სხვა ევროპული გრანდები სავარაუდოდ საერთოდ იმედ დავიტოვოთ რომ შემთხვევითი არ იყო რომ საერთოდ რასინგი ბარსელონას მატჩი ითამაშა და შეიძლება ერთხელაც დიდი იმედ დავიტოვოთ რომ იგივე ბარსელონაში აღმოჩნდება მეოთხედ ფინალშია ბარსელონა, ასევე მეოთხედ ფინალში გავიდა გიორგი მამარდაშვილის ყოფილი კლუბი ვალენსია, რომელმაც ასევე სტუმრად მოიგო ქვედალიგერ ბურხოსთან, აქაც 2-0 დაფიქსირდა. ჯერ მეოთხედ ფინალური ჭრილები არ არის ცნობილი, კენჭისხრა დღეს უნდა გაიმართოს თუ სწორად მახსოვს. ესპანეთის სამეფო თასზე აქვე აღნიშნოთ, რომ მეოთხედ ფინალში ითამაშებენ ალავესი, ალბასეტე, რომელმაც რეალ მადრიდი გამოაგდო გუშინ, სევილიის ბეტისი, ასევე ბილბაოს ატლეტიკი, მადრიდის ატლეტიკო და ასევე სოსიედადი, სან სებასტიანის რეალ სოსიედადი. ფეხბურთზე ძალიან ბევრია კიდე სასაუბრო, თუმცა მე ერთ გამოშვებაში ვისაუბრებ ევროპულ ფეხბურთზე, იგივე იტალიაში გუშინ მე-16 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო მილანმა. კომოსთან კი ჩავარდნა აქვს საშკარად ნაპოლის და ძნელი იქნება რა თქმა უნდა ზედიზედ მეორე სეზონში საჩემპიონო, თუმცა ჯერ იტალიაში ყველაფერი წინ არის. შენ რაგბიზე გინდოდა კიდევ საუბარი? აუცილებლად, იმიტომ რომ ამასობაში გვაქვს ის კარგი სიახლე, რომელიც ჩვენი მომავალი სარაგბო შესაძლებლობის კიდევ ერთი დემონსტრირება გენერალური რეპეტიცია თუ არ ვიცი და ყველაფერი ერთადა, იმიტომ რომ ჩვენი რაგბის შევსება სწორედ იუნიორების 20 წლამდელების ახალგაზრდული ნაკრები უმცროსი ბორჯალოსნები მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს და ამასობაში მსოფლიო რაგბის 2026 წლის კალენდარი დამტკიცდა თბილისში და ქუთაისში უმასპინძლებთ 20 წლამდელთა რაგბიში 20 წლამდელთა სანაკრებო შეხვედრებს ჩვენი ჯგუფი არის A ჯგუფი და ჩვენ როგორც მასპინძლები მივიღებთ მთელს ამ ტურნირს, მაგრამ ჯგუფში ვიქნებით სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან უსერიოზულესი სარაგბო ტრადიციების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან აღმოჩნდით. აქვე შევახსენოთ მსმენელს რომ მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე მორაგბეთა შორის გაიმართება 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოში. კვლავ თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ, ორი ქალაქი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს არის რაგბიში მეორე დონის, ანუ მსოფლიო უფროსების მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი. ამ მსოფლიო ჩემპიონატებს გულისხმობთ, რომ ახლა არის იქ თქვათ იგივე 6 ერის სანაკრებო ტურნირი, თქვათ იქით სამხრეთ ნახევარსფეროში. ახლა მოკლედ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი და აქედან არა მარტო რაგბიში, კალათბურთი, ფეხბურთი თუ გნებავთ, სწორედ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატიდან უამრავი შემდეგ დიდი ფეხბურთელი წამოსულა, ასევე არის ახაც შენც იგივე აღნიშნე
ჩვენთვის რა თქმა უნდა მთავარი საქართველოს ნაკრების კარგი გამოსვლა და ასევე რაც ყველაზე მთავარია როგორც გახსოვს 9 წლის წინ 2017 წელს ვომასპინძლეთ ანალოგიურ მსოფლიოს 20-ლამდელთა მსოფლიო რაგბის ჩემპიონატს და მაშინ საქართველოს ორგანიზების ხრივ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბისგან ის კი არა ისიც თქვა რომ რაც ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება ასეთი დონის ორგანიზება არ ყოფილა საერთოდ და აი 9 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბმა კვლავ ასე ვთქვათ ახალგაზრდულ მსოფლიო ტურნირად წოდებული აი ამ ფორუმის მასპინძლობა გვერგო და ხო ნუ რომ არა ეს კარგი გამოცდილება ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში არ ჩატარდებოდა ალბათ საქართველოში ან ნაკლები შანსი იყო ხო რა თქმა უნდა მით უმეტეს რაგბის ისეთი ქვეყნები თამაშობენ თუნდაც იგივე ევროპაში სამყარო მსოფლიოს სამყარო ქვეყნები იგივე საფრანგეთი ბრიტანული ქვეყნები თუნდაც იტალია თქვა. მოდი აქვე ვთქვათ, რომ სულ 4 წვილი იქნება და 4-ვე შევახსენოთ რადიომსმენელს B ჯგუფში იქ უკვე ახალი ზელანდია, იტალიასთან და შოტლანდიასთან, ასევე იაპონიასთან ერთად დაწყდა. C ჯგუფში არის არგენტინა, ინგლისი, ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, ეს რა ჯგუფი იქნებოდა საფეხბურთო ტურნირი ყოფილიყო ხო ხდები, არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და D ჯგუფში არიან უკვე ფიჯის კუნძულები, ესპანეთი, ავსტრალია და რა თქმა უნდა საფრანგეთი. ხო და A და C ჯგუფების მატჩებს თბილისი უმასპინძლებს ავჭალის სარაგბო მოედანზე გაიმართება შეხვედრები, B და D ჯგუფის მატჩები კი ქუთაისში, აი სტადიონზე ჩატარდება და პლეი-ოფიდან მოყოლებული უკვე ფინალის ჩათვლით ყველა შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გაიმართება თბილისში. ასე რომ საკმაოდ საინტერესო ტურნირი 27 ივნისიდან დაიწყება ხო ტურნირი? კი, ივნისი, უფრო კონკრეტულად კი მატჩები 27 ივნისს აიღებს სტარტს მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში და შემდეგ უკვე ფინალური შეხვედრა 18 ივლისს გაიმართება. აქვე შევახსენოთ მსმენელს რომ 2026 წლის ლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატი პირველი საერთაშორისო ტურნირი იქნება სადაც გამოიყენება ბოჭვის დაწევის მეთოდიკა ანუ რათა მინიმუმამდე იქნებს შემცირებული კონტაქტი თავთან და რა თქმა უნდა ალბათობა იმისა რომ სერიოზული ტრავმა მიიღოს მორაგბემ ეს ინიციატივა მოთამაშეთა უსაფრთხოებითაა ნაკარნახევი და წარმატებით დაინერგა ეს ახალი წესი შიდა ჩემპიონატებში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ახლა პირველად ასეთ საერთაშორისო ასეთ დონის ტურნირზე პირველად იქნება. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 7ჯერ აქვს ნათამაშები მსოფლიო ჩემპიონატზე, უკვე უსრულელი მონაწილეა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ამ უდიდესი სარაგბო ფორუმისა. საუკეთესო შედეგი 2023 წელს გქონდა, როდესაც მერვე ადგილი დაიკავა ჩვენმა ნაკრებმა და იმედია თბილისში, საქართველოში, თბილისსა და ქუთაისში რომ გაიმართება ეს ტურნირი, ეს მიღწევა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, დავიტოვოთ იმედი. ხო, რაც შეეხება მზადების პროცესს, ჯერ ადრეა, რა თქმა უნდა, ზაფხულამდე საკმაოდ დროა. მზადების ფარგლებში ვიტო კოლელიშვილი ხელმძღვანელებს როგორც ისწორედ ვეტერანი ბურჩხალოსანი დაინიშნა ამ მასაკობრივი ნაკრების მთავარმსმენელად 22 და 27 თებერვალს როგორც ვიცით სამხრეთ აფრიკის ნაკრები გვეწევა მსოფლიო ჩემპიონი და სპარინგები გაიმართება სწორედ სამხრეთ აფრიკასთან ამით დაიწყება რეალურად უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების აქტიური ფაზა აქვე მე მინდა მსმენელს შევახსენო რომ ხვალ 17 იანვარს უკვე ჩვენი პირველი პროფესიული ფრენჩაიზი შავი ლომი ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს საფრანგეთში მონდობანთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ შავმა ლომმა როგორც ვიცით 31-28 და მარცხა ფრანგული კლუბი ელიტური სარაგბო ჩემპიონატის ბინადარი 5 ლელო დაუდო და პირველად მოიპოვა ამ ტურნირზე ბონუს ქულა და ახლა უკვე ხვალ უკვე ჩვენი მეტოქე იტალიური ზებრა იქნება თბილისში გაიმართება ეს შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 იანვარს 17 საათზე ასე რომ უნდა გაივსო სტადიონი გულშემატკივარი მრავლად მივიდეს აი ზებრებს თუ დავამარცხეთ ეს იქნება ნამდვილი უკვე ძალიან სერიოზული წინ გადათქმული ნაბიჯი ესეთ საკლუბო ფრენჩაიზი ხა ჩვეულებრივი კლუბი არ არის შავი ლომი თუმცა
მიუხედავად ამისა უწევს თამაში ფაქტობრივად უმაღლესი რანგის ევროპულ კლუბებთან. ახლა მონტობანის დამარცხება მისავე მოედანზე ნებისმიერ გრანდს იოლი არ იქნება ნებისმიერი გრანდისთვის და ასე რომ challenge task-ზე ჩვენი გუნდი ხვალ იტალიურ ზებრეს, იტალიურ გრანდს უმასპინძლებს 5 საათზე, 17 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. კარგ შედეგს მიაღწევს, იმიტომ რომ მართლაც ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკლუბო დონეზე თან რაგბი ისეთი თემია, რომ იქ საკლუბო დონეზე გამარჯვება მარტო ლოკალურად კლუბში არ თავდება. რა თქმა უნდა. სხვა განზომილებისა. ჩვენი ტრადიციული რუბრიკის ნაწილიც უნდა მოვიხმოთ დღეისთვის, იმიტომ რომ მე მისალმებისას დილით აღვნიშნე რომ დღეს არის სეიდუ კეიტას დაბადების დღე. ფეხბურთის თემას ვუბრუნდებით, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, თუმცა ისე როგორც ბევრი მისი თანამემამულე. მალიდან არის წარმოშობით და მე მალის ნაკრებში თამაშობდა და არა საფრანგეთის ნაკრებში, როგორც ბევრი თავის თანამემამულისგან განსხვავებით, მოკლედ მან ეს გზა არ გაიარა და საფრანგეთის ნაკრებში არ თამაშობდა. ნახევარმცველი, არ ვიცი, ახლა უკვე 46 წლისაა და იმ პერიოდში, როდესაც თამაშობდა ეს ფეხბურთელი 2000-იანი წლები, 2007 წლიდან მოყოლებული, ბევრ კომაქს დაამახსოვრა თავი, ხო, დაიწყო მარსელის ოლიმპიკში, მერე ლანსში იყო და ლანსი ლორიანში მცირე ხანი ლანსში კარგი შედეგები ჰქონდა, ბარსელონაში აღმოჩნდა 4 სეზონი გაატარა ბარსელონაში. და სევილიიდან გადადის ბარსელონაში, სევილიაში დიდად ვერაფერი და ბარსელონაში კი იპოვა თავისი თავი და ჩამშლელი საყრდენი იყო, რომელსაც კარგი შედეგები ჰქონდა და მერე უკვე თავისი ნაკრებისთვისაც ძალიან ღირებული ფეხბურთელი იყო. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც 2000-ის დასაწყისის 2010 თუ 12-14 წლების საკლუბო ფეხბურთელებს შორის იყო, ისეთი სუპერ მეგა ვარსკვლავი არ არის, როგორ ხშირად მიიყვანა გვარდიოლამ ბარსელონაში, როდესაც ეს ბარსელონა დაფრინავდა მართლა საუკეთესო, არ ვიცი, ჩემი აზრით ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო აი გვარდიოლას პერიოდის ეს ბარსელონა და ზუსტ აი გუნდში 4 წელი ითამაშა. ხო, თავისი ადგილი იპოვა. თავისი ადგილი ჰქონდა, კი, რა თქმა უნდა. ხო, ეს რაც შეეხება სეიდუ კეიტას, როგორც ვიცით, საქართველოს ფუტზალის ნაკრებსაც. ახლა ხო, ფუტზალზე შენ მითხარი, რომ მე უნდა ვისაუბრო გამოშვებებშიო, ბევრი და ძალიან მოკლედ გითხარი და დანარჩენი უკვე განარჩა, იმიტომ რომ ჩვენი საერთო დროც იწურება. კი. მოკლედ საქართველოს ფუტზალის ნაკრები მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, როგორც ცნობილია და თბილისში გადის ავთადილ-ჰათიანის გუნდი დასკვნით შეკრებას. მეორე ევროპის ჩემპიონატი გაფართოებული შემადგენლობით 18 კაცით ემზადება და უკვე ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ასათიანი დაასახელებს უკვე იმ 14 კაციან საბოლოო შემადგენლობას, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 19 იანვარს დასახელდება უკვე ასათიანი 19 იანვარს აპირებს დასახელებას. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, როგორც ცნობილია, 21 იანვრიდან 21 იანვარს იწყება ევროპის სამ ქვეყანაში. საქართველოს ნაკრები ლატვიასა და ლიეტუვაში ჩაატარებს ჯგუფის შეხვედრებს. 21-ში ჩვენი მეტოქე ერთ-ერთი თანამასპინძელი ლატვია იქნება, რიგაში გაიმართება ეს შეხვედრა, იქიდან 4 დღეში 25 იანვარს იქვე რიგაში ჩვენი მეტოქე უკვე ხორვატიის ფუტზალის ნაკრები იქნება და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა 28 იანვარს უკვე ლიეტუვაში კაუნასში გაიმართება საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ, ასე რომ აქაც უკვე წლის დასაწყისია, აქ წყალბურთი, აგერ მოციგურავეები და ფუტზალის ნაჯერი დადგება, შემდეგ უკვე ზამთრის ოლიმპიური თამაშები და რა ვიცი უკვე ნელ-ნელა უпростоრად წლის დასაწყისიდანვე უკვე ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე იწყებენ გამოსვლას, დაგვებედა შეიძლება ითქვას კარგად დავიწყეთ მოციგურავეების ოქროს მედლები და იმედი ასე გაგრძელდება წელი და ისევე როგორც დეკემბრის ბოლოს ჰქონდა საუბარი წლის შეჯამებაზე, დეკემბერში, წლევანდელი დეკემბერში
კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ხვავრიელი წლის მოსავალზე ვისაუბრებთ. მაღალი სინჯის ოქროებით დავიწყეთ წელიწადი თან. საკმაოდ. კალანდობა თუ ძველი ახალი წლის მეორე დღეს და კარგად დაგვებედა როგორც იტყვიან. მადლობა კახა, დანარჩენს უფრო. მადლობა მსმენელს. სპორტის სიახლეების შესახებ შენ სპორტულ გამოშვებებში ისაუბრებ. მე კი მოგვიანებით აბსოლუტურად სხვა თემებით სხვა სტუმრებთან ერთად დაგებრუნდებით.